ქართული ოპოზიცია დილემის წინაშეა. მე ამ ვიდეოთი შევეცდები აგიხსნათ თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერები თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ასევე ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ რა ბედიელის ქვეყანას და იმ ოპოზიციონერ ლიდერებს რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრები და მერები სწორედ ქართული ოცნების მიერ არჩეული პირები გახდებიან. ასევე მანდატებს მოიპოვებენ ოცნების სატელიტი ოპოზიციური პარტიის წევრები. ამ ფორმით ოცნებას არ მოუწევს არჩევნების გაყალბება და ეს გახდება ერთ-ერთი მიზეზი, რითაც სავარაუდოდ ივანიშვილის გუნდი ვაჭრობას დაიწყებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ აღიარონ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ლეგიტიმაცია. დაარღვიონ საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. რას ფიქრობთ თქვენ? უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში? თუმცა უკვე დიდი ხანია ივანიშვილის გუნდი და მისი სატელიტი მედია საშუალებები ამტკიცებენ იმას, რომ ოპოზიციურ პარტიაში დიდი სამზადისია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ არ გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები, არ ჩაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ნაციონალური მოძრაობა, ლეო და კოალიცია ცვლილებებისთვის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან კაფიო და მყარი, არ ვაპირებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. არათანამშრომლობა რეალურად არის გზა რეჟიმის დამარცხების. ჩვენ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშნვის შემთხვევაში ვიქნებით ყველაზე მეტად მომზადებული. ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სხვადასხვა კამპანიის თვალსაზრისით რეგიონებში. ჩვენ თვლით, რომ დღეს მთავარი პოლიტიკური დღესასრიგი საკითხები არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიტვირთოს. ყველა სხვა საკითხი გონია ზედმეტი პროპაგანდისტული ხმაური, რომელიც ხელს უშლის მთავარი მიზნისკენ სვლას. საინტერესოა რეალურად ვინ ემზადება არჩევნებისთვის. გირჩი და ასევე გახარია საქართველოსთვის. თუმცა გახარიას გუნდის წევრების პოზიცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ ვიცით. თუმცა ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები თუ იმსჯელებთ, ყოფილი პრემიერის გუნდი სავარაუდოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც და ვერავინ გავლენას ჩვენ გადაწყვეტილებებზე ვერ მოახდენს. ეს იყო ჩვენი პოზიცია ადრეც და ესაა ჩვენი პოზიცია დღესაც. მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში, ამას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გავიქებთ.